ოპოზიციური პარტიების უმეტესობა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს. ერთადერთი გირჩია, ვინც კენჭისყრაში ჩაერთვება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, თვითმმართველობის არჩევნების ობიექტურად ჩატარების იმედი არსებული ხელისუფლების პირობებში არ აქვთ. შესაბამისად, მონაწილეობას აზრი არ აქვს. მმართველი გუნდი კი მოუწოდებს ოპონენტებს, რომ ამ მომრჩეველს არჩევნების გზით ეკონტაქტონ. ყოველგვარ აზრს მოკლებულია ნებისმიერი არჩევნები და მასში მონაწილეობა თუ ყოველთვის იმარჯვებს ის, ვინც ითვლის. ასეთი მანკიერი სისტემა შექმნა ივანიშვილმა და შესაბამისად მიგვაჩნია, რომ სანამ არ შეიცვლება თავად ეს სისტემა და ის თამაშის წესები, რომელიც განსაზღვრა ივანიშვილმა, სადაც იგებს ყოველთვის ის, ვინც ითვლის, ანუ თავად ის, კალანდარიშვილების თუ ნებისმიერი სხვა მარიონეტის გამოყენებით, ასეთ არჩევნებში მონაწილეობას უბრალოდ არ აქვს აზრი. თავარი მოთხოვნა ეს არის ხელახალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშნა, ოღონდ არა მხოლოდ არჩევნების თარიღის გამოცხადება, არამედ უზრუნველყოფა იმისა, რომ ეს არჩევნები ჩატარდება თავისუფალ და სამართლიან გარემოში. ეს არის მთავარი და რა თქმა უნდა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება იმ ადამიანების, რომლებიც უკვე 50 ადამიანი, რომელიც უკანონოდ იხდის სასჯელს უკვე ამდენი ხთეობით. შესაბამისად, სანამ ეს მოთხოვნები არ იქნება შესრულებული, ბუნებრივია მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, შეჯერობით ეს არის სამგადაწყვეტილების შესახებ საუბარი არის ძალიან ადრე. არაერთხელ გვითქვამს, რომ აგენტები არიან და აგენტებს რასაც უკან ნახებენ თავიანთი პატრონები, ისე მოიქცევიან. დღეს ალბათ წამოსულია მესიჯი, რომ უნდა იყოს ეს რიტორიკა, რომ არ მიიღონ მონაწილეობა, ხვალ შეიძლება წამოვიდეს, რომ მიიღონ მონაწილეობა, ნებისმიერი თემა რა დავალებაც მოუვათ, იქ სადაც შუბლიზარღვი არ არის, შეუძლიათ ერთ დღეს ერთი განცხადება გააკეთონ, მეორე დღეს რადიკალურად განსხვავებული განცხადება გააკეთონ. რაც უფრო ნაკლები აგენტი იქნება პოლიტიკურ ველზე, მით უფრო მეტად და ესეთი დაფინანსებული და ესეთი კოლოსალური თანხებით, მით უფრო მეტად გაეხსნებათ ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს, ასე ვთქვათ, ველი